ირანის გვერდით ავღანეთის და პაკისტანის ომი სერიოზულად ვითარდება. თუ ირანში ჯერ მხოლოდ რაკეტები და დრონები დაფრინავენ, ავღანეთში და პაკისტანში სახმელეთო ჯარებიც ებრძვიან ერთმანეთს. თალიბებმა თებერვლის ბოლოს დაბომბეს პაკისტანის სასაზღვრო პუნქტები. პაკისტანმა კი უპასუხა საჰაერო და სახმელეთო დარტყმებით რამოდენიმე პროვინციაში ერთდროულად. კონფლიქტი უკვე ფართომასშტაბიან ომში გადადის. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი არის სასაზღვრო ხაზი, რომელიც ბრიტანელებმა თავის დროზე გაავლეს ტერიტორიების გასანაწილებლად. ავღანეთი ამ ხაზს არ აღიარებს, პაკისტანი კი საზღვრად მიიჩნევს. კონფლიქტი განსაკუთრებით საეშია, რადგან პაკისტანს ატომური იარაღი აქვს 220 მილიონი მოსახლეობით და სტრატეგიული მდებარეობით, რომელსაც მეზობლად ირანი, ჩინეთი და ინდოეთი ხავს, ხოლო ავღანეთი ცენტრალურ აზიაზე გაასვლელი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მინერალები აქვს. მაგრამ რატომ დაემთხვა ასე უხერხულად ეს ყველაფერი ირანის ომს? ვის აწყობს ამ ორი ქვეყნის დატაკება და ვინ ზარალდება? ეს კონფლიქტი რეგიონალურ არასტაბილურობას აქვს და გავლენას ახდენს გლობალურ ვაჭრობაზე, უსაფრთხოებაზე და ენერგეტიკაზე. განსაკუთრებით ირანის ომით დამძიმებული სიტუაციის ფონზე. ყველაზე მეტად ეს კონფლიქტი აზრალებს ჩინეთს. ჩინეთი წლებია არ ვითარებს პროექტს ერთი სარტყელი, ერთი გზა, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. ის აკავშირებს აზიას, ევროპას და აფრიკას გზებით, პორტებით, ენერგეტიკით და ციფრული კავშირებით. ჩინეთ-პაკისტანის კორიდორი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, სადაც ჩინეთმა თითქმის 65 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩინეთი აქციას აკეთებდა ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, ტრანსპორტირებაზე და მინერალების მოპოვების მარტივ გზებზე. მხოლოდ 2025 წელს გააფორმა 8.5 მილიარდის შეთანხმება. 2025 წლის მაისში გაიმართა სამხრივი შეხვედრა ჩინეთს, ავღანეთს და პაკისტანს შორის. ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო ახალი ურთიერთობების საწყისი, მაგრამ ირანის ომის პარალელურად ეს სიტუაციაც შეიცვალა. კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი ამ ომში არის გვადარის პორტი, რომელიც მალაკის სრუტეს გვერდს უვლის და ჩინეთს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. ეს ომი აფერხებს ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებს, ზრდის ხარჯებს და რისკებს. ხო და ამერიკამაც შეიძლება ითქვას დაადასტურა თავისი ინტერესი ამ ომის მიმართ. ისრაელი და ირანის ომის პარალელურად ტრამპმა პაკისტანზე განცხადება გააკეთა. ამერიკამ მხარს უჭერს პაკისტანის თავდაცვის უფლებას. ტრამპი აღნიშნავს, პაკისტანი კარგად მოქმედებს, აქ ეს პრემიერ შარიფსა და არმიის მეთაურ მუნირს ტერორიზმის საწინააღმდეგო ბრძოლა მნიშვნელოვანია. Great guy in the field marshal. They have a field marshal. You know why he's a field marshal? He's a great fighter. He really is. He's a great guy too. ფაქტობრივად აღიარა, ეს ომი მოგწონს. ხოლო ვის არ უნდა ეს ომი სხვა ქვეყნების განცხადებიდანაც კარგად ჩანს. რუსეთი მკაფიოდ მოუწოდებს მხარეებს ომის შეწყვეტისკენ და დაუყოვნებლივი დიალოგისკენ და განაცხადეს, რომ მზად არის შუამავლობისთვის თუ ორივე მხარე მოითხოვს. კაიკალასი შეშფოთებულია და დაუყოვნებლივ დეესკალაციას და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ავღანეთის ტერიტორია არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმისთვის და ტერორიზმი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ ყველაფრის ფონზე ინდოეთი აქტიურად ზრდის გავლენას ავღანეთში და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. კონფლიქტით ინდოეთი სარგებლობს. პაკისტანის ყურადღება აღმოსავლეთ საზღვრიდან, კაშმირიდან დაშორებულია, რაც ინდოეთის პოზიციებს აძლიერებს რეგიონში. ირანის ომის მსგავსად ყველაზე დიდი დარტყმა მიდის ჩინეთის ეკონომიკაზე და ვუყურებთ კიდე ერთ ომს, რომელსაც დიდი ქვეყნები იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ.